მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ჩემოკარგებო. მოკლედ, ორ დღეში შემოაბიჯებთ ოფიციალურად ცხენის წელიწადი, 16-ში ღამე, ხვალ ღამე რა, ხო 2 დღე გამოდის და ძალიან დადებითი განწყობით, აი როგორი ცუდ ხასიათიც არ უნდა იყოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა იყოთ, როგორ უხასიათოთაც არ უნდა იყოთ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ შვიდად წყნარად შეხვდეთ ცხენის წელიწადს, იმიტომ რომ ოფიციალურად შემოდის. მე პირადად ნაძვისხე არ ამიღე, ავანთოდთან სურნელოვანი ჭხირი. მე პირადად ნაძვისხე არ ამიღია და ოჩში ვიღებ ყოველთვის ნაძვისხეს, იმიტომ რომ ველოდები ხოლმე აუცილებლად ცხენის წელის, ანუ ნებისმიერი წელი, რომელიც შემოდის, ნახეთ. სანამ ოფიციალურად არ შემოვა ცხენი, აი ეს გველი არის, ვეფხვი, რა მნიშვნელობა აქვს, ველოდები აუცილებლად და აი ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ 3 დღის მერე აიღოთ ნაძვისხე, რა თქმა უნდა, ეხა მარტამდე ხო ვერ გვეთკმება, ხო? შესაბამისად, მე ოჩში ვიღებ ხოლმე პირადად ნაძვისხეს და შეგიძლიათ ესე გააკეთოთ თქვენც. ვინც აიღეთ უკვე არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ხვალე ღამე პატარა ტკბილით დაუდგათ ცხენს თაფლი და შაქარი, წყალი და მოკლედ ძალიან დადებითად შევხვდეთ ცხენის წელიწადს. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ დღევანდელი ვიდეო გაშლა. ეხლა მთავარი ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ფასტაკლებები მაქვს და ვისაც გნებავთ აუცილებლად პირადში წერთ TikTok-ზე, ხოლო YouTube-ზე დაბლა ლინკის ვიდეოს ბოლოში ნომერია და WhatsApp-ი Viber-ზე გადმოდიხართ. TikTok-ზე ვინც მომწერთ, მე თვითონ დაგამატებთ მერე და კიდევ ხო, კონსულტაცია იქნება ეს, მესამე პირის ჩამოშორება იქნება ეს. ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ და ამასთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, საჯაროზე არ ვსაუბრობ, მწერთ აუცილებლად პირადში. ასევე ყველაზე მთავარი საქმეს არ ვკიდებ ხელს, სანამ გამოძახებას არ გავაკეთებ, აი გამოძახებას რო გავაკეთებ, აი იმის მერე უკვე ზუსტად და სწორად, ასე ვთქვათ, საზღვრავთ ღირს თუ არა რაიმეზე ხელის მოკიდება. ეხლა დღევანდელი ვიდეო და საჯარო გაშლა, ასე ვთქვათ, ეს არის, ხო, ანუ რა საჯარო გაშლა, როგორც ვიტყვით ხოლმე, ვიდეო გაშლას ვეძახი მე ხან. მოდით ჩავწეროთ, რატომღაც ასეთი ენერგიებით გავიღვიძე და მინდა ჩავწეროთ. რამდენად ღირსლოდინი ამ ადამიანის, ვისაც თქვენ ელოდებით. ვნახოთ, ხო? მოდით ჯერ ვისახება ეს სიტუაცია, ვნახოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენი პარტნიორის სახელი გვარი დააპაუზოთ ვიდეო, ჩაიფიქროთ და მერე დაიწყოთ გაგრძელება ყურების ვიდეოსი. ვისეხება, რა ხდება მასთან ენერგიებით, რა სიტუაციაში იმყოფება. შემდგომ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება მისგან, რა დამოკიდებულებით არის თქვენთან. შემდგომ ღირს თუ არა ამ ადამიანის ლოდინი. მიზეზებზე უკვე დეტალებში, ფიზიკურად საჯაროში ეხა მიზეზებზე მაშინ გაგვიგრძელდება 30 წუთი, 25 წუთი და არ მიტვირთავს სამწუხაროდ TikTok-ი, არ ვიცი რატო. YouTube-ზე იტვირთება, TikTok-ზე არა, ამიტომ ვცდილობ, რომ ისეთი ვიდეო ჩავწერო, რომ TikTok-ზეც აიტვირთოს. და ღირს თუ არა ლოდინი და შემდგომ რჩევა, რას გირჩევთ, რომ იმპერატრიცა ხართ, ჩემო ძვირფასებო, პირდაპირ და ერთ-ერთში შემიძლია გითხრათ, რომ იმპერატრიცა დასტის ფონით, ეხლა ნახეთ რა ხდება, არ არის გამორიცხული იყოთ ყოფილი ცოლი, არ არის გამორიცხული იყოთ ცოლი და ამ წუთას ქმარს პრობლემა აქვს და წასულია და მსგავსი როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანი ენერგიებით, ეხლა ეს მამაკაცი მე რო გითხრათ, რომ რაღაცა მიმკვდარებულია, მივარდნილია, მიგდებულია, მოგატყუოთ, არა, როგორ საქმიან პიროვნებასთან გვაქვს საქმე, აშკარად, აი საქმოსანი ადამიანები რო არიან, არ არის უსაქმური პიროვნება, ხო, უსაქმურების გვიყვარდება, ეგრეც ხდება, ხო? რამდენი ხართ ასე, ვაღიაროთ. მაგრამ ამ წუთას არ განვიხილავ ადამიანს, რომელიც არის უსაქმური, საკმაოდ ასე ვთქვათ, ნორმალური, შემდგარი, ფინანსურათაც, მატერიალურათაც, ხასიათურად არ არის ცუდი ადამიანი, იმიტომ ალბათ, რომ რაღაც ეტაპზე გულით წყდება და არ გინდათ დაკარგოთ ესეთ პიროვნება, თქვენიც მესმის, არ არის გამორიცხული ემიგრანტები, ჩემო ძვირფასებო, კიდევ და კიდევ განსაკუთრებით მოგიკითხავთ და მე მაპატიეთ, რომ დავიწყე გაშლა და პირდაპირ თქვენი მოკითხვით არ დავიწყე გაშლა. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ჩემი ემიგრანტები, რომლებიც ყოველთვის ვკითხულობენ
რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვახსოვარ, აქაც არიან რამდენიმე განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც აი თითოეულ დეტალს განიცდიან ჩემსაც და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან, ჩემო ძვირფასებო. კიდევ და კიდევ ემიგრანტებს დიდი მოკითხვა ჩემგან. მიყვარხართ ყველანი ძალიან და მიხარია, როგორც კი ჩამოდიან ხოლმე, ეგრევე მეხმიანებიან და ხვდებით, გაგვიცნი ერთმანეთი, მოკლედ აი არ ვიცი, ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ ყველა. ყველა აბსოლუტურად უბრალოდ ჩემი ემიგრანტები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ისედაც უცხო მიწაზე და ისედაც ცალკეული ტკივილებით და ჩვენ კიდევ ვერ აღვიქვავთ იქ როგორ უჭირთ იქ მათ. ეხლა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ აქ სიტუაცია ემიგრანტების მდგომარეობა ერთი აქ არის, ერთი იქ არის, მიხვდით? აი ამ მდგომარეობასაც განვიხილავ და ყველაზე მთავარი იმპერატრიცად რადგან ხარ და იმპერატრიცა რადგან იმყოფები, ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის ისე უბრალო ურთიერთობა, მე არ უყურებ აქ რაღაცა უბრალო ურთიერთობას, მე არ უყურებ თვეების ურთიერთობას, რა თქმა უნდა, თვეების ურთიერთობასაც პატივს ვცემ, მაგრამ აქ არის წლების, ალბათ მინიმუმ 8 თვე ერთი წლის ურთიერთობა, მაგრამ ამ წუთას რო გითხრათ, რომ ეს მამაკაცი რაღაცა განერვიულებული, გაფსიხებული და რა ვიცი, მე კედელს ურტყავს თავს, არა. აი როგორ არის, ნახეთ, შვიდად წყნარად თავის სტიქიაში მუშაობს, თავისთვის აკეთებს საქმეს, ოღონდ ემოციური ფონი მომძლავრებულია. კი, ვერ მოგატყუებთ, რაღაცა ემოციური ფონი აქ უფრო მომძლავრებულია. კი ბატონო, სიტუაცია ეხლა მე თქვენსა და მას შორის რა ხდებოდა და რა ხდება. კი, მოდი გულახდილად გეტყვით და ვერ მოგატყუებთ, რომ ამ ადამიანს წამოუვიდა ნოსტალგიები, რაც ძალიან საინტერესოა. იდეალურია და მომწონს ნოსტალგია ზოგადად ადამიანში, რადგან იღვიძებს არის რაღაც ჩანსები, სიტუაციები დაიძრას, იმიტომ ვიტყვი ხოლმე გამოძახებას რო ვაკეთებთ, ყოველთვის ვიცით მე სად ვართ, როგორ რანაირად და რა შეიძლება გავაკეთოთ. და არ არის გამორიცხული აი ნოსტალგიის ფონზე, აი სიტუაციის ფონზე, შინაგანი ბობოქარი, აი შინაგანად რო რაღაცა იღვიძებს, ხო იცით, ჩვენც რო ვერ ხვდებით რა სიბობოქრე და აი შინაგანად რო უბრაზობთ, ოღონდ ხო ვერ ვადანაშაულებთ, ვერც თქვენ ვერ გადანაშაულებთ, ვერც დედას, ვერც ეს ხდება რომ თავის ბრალია, ხდება რომ მის გადაწყვეტილება იყო ისეთი და არ არის გამორიცხული, რადგან ნოსტალგია იღვიძებს, აქ სინანულის პატარ-პატარა იმპულსები და მინიშნებები იყოს. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, აი, ოღორეთ რა, 2-2-იანი დამიჯდა. და აიმახსოვრეთ 2 რიცხვი, 2 პერიოდი, 2 კვირა, არ არის გამორიცხული, 2 თვე ბევრია. ნუ, კაი, კი ბატონო, ზოგმა თუ კიდევ 2 თვე, მაგრამ რაღაცა სიტუაციას აიხდება ფარდა, რაღაცა სიტუაციას გარკვევთ, კიდევ იმერებ, ახლა ეს არის საჯარო, პირადი რა თქმა უნდა ჯობია. ყოველთვის ჯობია, რომ საჯაროს მერე მოყვეს პირადი, იმიტომ რომ ზუსტად იცით, ხო, ენერგიები თან ახალია და იმ წამშივე და იმავე დღეს, მაქსიმუმ მეორე დღეს რო იშლება, ზუსტად ვიცით სად ვართ. 2-იანი პენტაკლებით, 2-იანი ხმლებით ადამიანი აბსოლუტურად 50-50-ზე. ძალიან კარგი მიუხედავთ იმისა, რომ ემოციურად ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ზურგში ექცევით დგას და შეიძლება ბევრმა მითხრათ, რომ აი ვსო რაღა აზრი აქვს, არა. რაღა აზრიაზე არ არის აქ ჩემო საყვარლებო, აქ ჩაეშვა. როგორ გითხრათ, გაორება დაეწყო. რადგან გაორება დაეწყო, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, რაღაცის მანიშნებელია, რაღაცა იმედის მომცემია, ნახეთ და მე ვერ მოგატყუებთ, რომ ლოდინიმა შეიძლება იმედები გაგიცროთ, არ მგონია, იმიტომ რადგან 50-50-ზე, ესე იგი გადაწყვეტილებამდე რადგან მივიდა 50-50-ზე, ესე იგი რაღაცეები იცვლება, რაღაცეები შეცვლა უნდა და რაღაცა სიტუაციები, აი როგორ გითხრათ, შემოტრიალება უნდა. ოღონდ იმიტომაც დაიწყო ამას ნოსტალგია, იმიტომაც დაიწყო ეს სიტუაციების არევ-დარევა, მიხვდით და სხვა შორის არ არის ცუდი, კარგია ეს ერთგვარად გამოფხიზლება. აქ კიდევ მეორე არიან ადამიანები, ვისთანაც საქმეა დაწყებული და მათაც ეხებათ ეს, მინდა გითხრათ და ძალიან კარგია გამოფხიზლება, რომ დაიწყო. ნახოთ ღირს თუ არა ლოდინი ამ ადამიანის. ჯერ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ უკვე რო ნოსტალგია ჩაეშვა, უკვე ისედაც უნდა მიმხვდარიყავით, რომ გაშლილში მე ვსაუბრობ, რომ აქ ღირს სიტუაციებს რაღაცები, ეხლა რადგან ამდენი დალოდები ხართ, ხო, ეხლა რამ ის 1 თვე არ გიწყვეტავთ და 2 თვე არაფერს, ხო? რა თქმა უნდა, დეტალებში კიდევ მე რომ პირადში უნდა ვნახო. და ყველაზე მთავარი, რადგან უკვე 2-2-იანი მიზის, გაორება მიზის და უკვე ესე იგი მანამდე ამ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რომ არ უნდოდა, ნახეთ თქვენთან. აი სწორად რო ახსნა. ეხლა დაიწყო გაორება. ეხლა დაიწყო აი ეს
რომ სად ვარ, რა ხდება, სწორად ვიქცევი, არ ვიქცევი, მიხვდით, ამიტომ ძალიან კარგი, მშვენიერი, მომწონს. იმიტომ გითხარით, რა თქმა უნდა, რომ ცოტა ხანი ლოდინი ღირს, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ახლა თქვენ ახლა იჯდეთ, საჯარო გაშლას უყუროთ და თეკომ თქვა, რომ ლოდინი ღირსო და ვიჯდეო, ესეც არ ხდება, ხო? თუ არ ვნახე პირადში და არ ჩავშალე, იმავე დღეს ხდება, ჩემთან გაშლა მაქსიმუმ მეორე დღეს. რა თქმა უნდა, ნახეთ რვიანი კვერთხებით, კი, რაღაცეების ლოდინი ღირს, რაღაცა სიტუაციების დალაგების მოლოდინის რეჟიმები ღირს, კი ბატონო, ნახოთ ახლა რჩევა რას გვეტყვის, გვიღირს ჩემო ძვირფასებო და ყველაზე მთავარი შიშები, ფორიაკი განდეგილი, აი აქედან უნდა გამოვიდეთ. და არ არის გამორიცხული ის მამაკაცი ზუსტად ამ მდგომარეობაშია. მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, ქალებსე ხო შეიტრიალებთ იცით უკვე. ნახეთ, არ არის გამორიცხული, აი მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ. რჩევა არ მომეწონა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მივარდით, ძალიან მოეშვით, ძალიან გადავარდით რაღაცა, ნუ ხო სტრესში, შფოთვაში, შიში, მე მესმის თქვენი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხა ძნელია რა ესე საჯაროზე ამ ყველაფერზე საუბარი, უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ განდეგილში გადადიხართ, პლუს ამას შიშები და ფორიაკი გიწევთ. ამ დროს რეალურად ადამიანს დაეწყო უკვე გაურებები, ამ დროს ადამიანს უკვე დაეწყო არჩევანის გაკეთების ნიუანსები წამოვიდა, მიხვდით და შეგვიძლია რაღაცეების დაჭერა. რატო? ამდენწლიანი ურთიერთობა, გინათვეებიანი ურთიერთობა ასე ხელისკულით უნდა გადაულოცოთ ვიღაცას, ნუ რას სულელია, ხო? ამიტომ ნახეთ, გონება ჩართეთ. გული მარტო არა, გონება ჩართეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. კიდევ ვიმეორებ, გავაკეთოთ გამოძახება, არ არის პრობლემა და პირადი კონსულტაცია თუ რა გინდა პირადი კონსულტაცია, გინდა გამოძახება, ვნახოთ, ხო, რამდენად თქვენია ეს ადამიანი, რამდენად გიღირთ საერთოდ რამე. კი ბატონო, არაა პრობლემა. ამაზე უკვე პირადში უნდა მოვწეროთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ტარო მეუბნება დღევანდელი გაშლით. დღევანდელი სიტუაციებით და მოლოდინით, რომ აქ ღირს რაღაცეები. და რადგან გონივა, აგერ თქვენ თვალით დაგანახეთ, ხო, თქვენ თვალწინავ შეხედა, თქვენ თვალწინ დაგანახეთ. ამ ადამიანს დაეწყო გაორება, დაეწყო რაღაცეების გადაფასებები, ტვინში გადაიაზრა, გადმოიაზრა, მიხვდით? ამიტომ რა თქმა უნდა, რომ ესე ვერ მივაგდებთ ამ სიტუაციას. თორე დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ყველაზე მთავარი არ მომწონს განდეგილი, არ მომწონს შეშინებული და შფოთვითი სიტუაციები და შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პირადში უნდა გადმოხვიდეთ. როგორც ჩანს, ღამის ფორიაკებიც გაქვთ, როგორც ჩანს, შიშებიც გაქვთ დაწყებული, ამიტომ არ მომწონს. დანარჩენზე უკვე პირადში. სხვა შემთხვევაში საჯაროზე ვიზეც რეზონირ და ჯერ ვიზეც რეზონირ და ხო უნდა ეგრევე პირადში გადმოვიდეთ, რომ ვნახოთ რა ხდება და გინდათ სხვასთან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩემთან ვიზაც გაუშვია პირადად იციან. მე რამხელა დროს ვანდომებ და საერთოდ საიდან სად მივყვები და სად ვშლი და სად უნდა ჩავშალო და სად ნახევარი მაქსიმუმი ჭირდება ხოლმე დრო. ამიტომ უნდა ვნახო, უნდა შევაფასო, რა გვიღირს და რა არ გვიღირს და იმის მიხედვით უკვე მოეკიდოს ყველაფერს ხელი. დანარჩენ შემთხვევაში არ მომწონს ეს განდეგილი, არ მომწონს ეს შიშები და არ მომწონს ეს შფოთვები. სხვა შემთხვევაში აუცილებლად ყველა ვარიანტში გავარკვიოთ და ვნახოთ. დანარჩენი ვიზეც რეზონირ და აქ რა თქმა უნდა ლოდინის სიტუაციები, იმიტომ რომ ორიანები ჩაეშვა, აქაც ჩაეშვა და ამიტომ დამაფიქრა ორიანებმა, ესე იგი აქ რაღაც ხელის მოკიდება ღირს. მე ვფიქრობ, რომ არ იყო ესეთი, საკმაოდ აზრიანი გაშლა იყო, საკმაოდ სწორი გაშლა იყო, მე ვფიქრობ, რომ სწორ მინიშნებებსაც მიიღებდით ამ გაშლით. დანარჩენზე უკვე გელოდებით პირად კონსულტაციებში, ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ფასტაკლებები და შეგიძლიათ გადმოგზადეთ, ინდივიდუალურია ჩემთან, აი ეს ერთ-ერთზე უზივარ ადამიანს და ასე ვიწყებთ ლექციებს ჩვენ და დანარჩენ თემებთან დაკავშირებით უკვე რა დეტალების გაინტერესებთ, დანარჩენში უკვე მწერთ ყველა ვარიანტში პირადში. TikTok-ზე მწერთ პირადში, მე გავატარებთ WhatsApp-ი, Viber-ზე, ან ნომერს გწერთ, ხოლო YouTube-ზე დევს ვიდეოს ბოლოში ნომერი და იქ დამამატებთ. იქიდანვე დამამატებთ WhatsApp-ი, Viber-ზე. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთ და კიდევ მოგიკითხავთ, ჩემო კარგებო და ძვირფასებო ემიგრანტებო და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. იმიტომ რომ მადლობის გარეშე თუ ადამიანი მადლიერი არ არის, არც мотиваცია არ მაქვს, რომ ვიდეო ჩავწერო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, გელოდებით პირადში.